Where's the chemogari is totally. Let's see if it's visible. Arches. 2 chance toes. აიცი რა, უკვე აღარ მიხარია, იმიტომ რომ ძალიან მომწყინდა ეს ამინდები და თუ შეიძლება რომ შევწყვიტოთ. ცოტა ხანში უნდა გავემზადო და წავიდე. მაგრამ მე ჯერ კიდევ ესე გამოვიყურები. დღეს არის მამას დაბადების დღე, ამიტომ მე ხა უნდა წავიდე სახლში. და მანამდე მინდა რომ ცოტა დავწერო და რაც გონებაში მაქვს ყველაფერი გადმოვიტანოთ ან დილა და დილით წერა მაინც ხვანაირია თავსაც არიელებ და შემდეგ ბევრს აღარ ფიქრობ რაღაცებზე ხო და სადაა ჩემი ყურსასმენები ყურსასმენები ყავა და რა თქმა უნდა წერა არ ვიცი კიდევ ვინ არის ჩემნაირად მაგრამ ორი ოთახია სახლში და ამ ორ ოთახშიც კი კარგავ აბსოლუტურად ყველაფერს და რანაირად კარგავ აი არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს I just did my makeup and ხოდა ისე გამოვიდა რომ დღეს ძალიან ლამაზი ვარ. რა ჩავიცო? ანუ ხმართა ჩემო ყოველთვის იმაში ვარ რა ქვია. არ ვიცი რა დროს რა ჩავიცო და struggling როგორ არის ქართულად I'm struggling. შავი შარვალი და ყველაზე საშინელებათან ის არის, როდესაც მე ვემზადები, ანუ თელი ტანსაცმელი უნდა ეყაროს აქეთ-იქეთ. ხა და მარტივად გამოვალ ჩავიცვამ შავ შარვალს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კომფორტულია და ნერვები არ მაქვს არა კომფორტული ტანსაცმლის დღეს. იგივე აუთფიტს ჩავიცვამ წითელი ჟაკეტი და ზემოდან კურტკა. რა თქმა უნდა. მარტივი. რატომ მომდა დღეს მაინც და მაინც თხოვლენ ვესტმა მაგაიას. მოკლედ მე ვიცი აუთფიტების აკვიატება და ახლა თან მეზარება სხვა რამე რომ მოვიფიქრო. ეს ჟაკეტი ძალიან შემოყვარდა, იმიტომ რომ არის უკომფორტულესი. უკომფორტულესი. That's all. ცივა და კაპიშონ ზემოდან გადმოვიხურებ და ეგ არის და ცოდერს მჩამევყანე ჟაკეტი. ამას ესე დავიფარებ. That's all. წავედი მეჩქარება. ანუ არაფერი არ მიშია სახეს და მაინც გამოვიყურები თითქოს მილიონი რაღაც უსვია სახეზე. სიცივეში ყოველთვის მეზარება გარეთ გასვლა. და ჩემი თმა წინდან რა ლამაზია და რა კუκინდან არის მიტკეპნელი.
აღარ მოვედი სახლში. Oh my god, დაღლილი ვარ. მოკლედ. აი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ ხოლმე მე ძალიან ხშირად. მაგრამ უფრო ტაქსით. ხადაი ყველგან როგორ არის ესეთი გადაჭედილობა და საშინელება ამეხსენით. ბიბლუსში რაღაცები ვიყიდე. Oops. Oh my god. და გავხსნი ახლა. ბიბლუსში ვარ ხოლმე 1 საათი. იმიტომ რომ ზოგჯერ არ ვიცი რა ვიყიდო და თუ ნოუთები მაქვს ჩაწერილი, ეს ნოუთები კომპიუტერში მაქვს, რომელიც ტელეფონში არ მაქვს და შემდეგ ვცდილობ რომ გავიხსენო ხოლმე, რაც არასდროს არ ხდება და ვერასდროს ვიხსენებ. ამიტომ შემდეგ 1 საათი ვდგავარ და ვარჩევ წიგნს. ბევრი ვიდეო შემხვდა სხვათა შორის დოსტოევსკის, აი ამ წიგნზე. თეთრი ღამეები, ძალიან პატარა წიგნია, ალბათ რა ვიცი 2 საათში დავასრულებ. და მეც დამაინტერესდა, სხვათა შორის ძალიან კარგი დიზაინი აქვს და მომეწონა ლამაზია. პალიტრაელის გამომცემლობა, ვნახავ როგორი იქნება და ასევე ვიყიდე ეს ნიკოლას სპარქსის ნატურა. ამაზეც ამბობდნენ და შემხვდა რეკომენდაციები რომ კარგია, მაინტერესებს როგორი იქნება, ვნახოთ. გონია რომ ძალიან მარტივი წესაკითხი იქნება და ზუსტად ეგეთი წიგნი მჭირდება ახლა რომ შემდეგ უფრო რთული დავიწყო. აი, იცით რა არ მესმის? სადღაც მქონდა ატვირთული CV. ხოდა ჩემი CV არის სულ მთლიანად აწყობილი მარკეტინგზე, სოციალ მარკეტინგზე, კონტენტ კრეატორობაზე და ნუ ყველაფერი ამის გარშემო არა. ხოდა ვიღაც მირაკავს დამთავაზობს გაყიდვების აგენტის თუ რაღაცის ვაკანსიას ხოდა ის საქართველოში რატო ხდება ეგრე რომ გთავაზობენ არ ვიცი გირეკავენ და გთავაზობენ რაღაც სისულელე ვაკანსიებს რომელიც საერთოდ აცდენილია შენგან ანუ საერთოდ გადახედე ადამიანო ჩემს სივს ანუ რაზე არის და რა მიმართულებით ვარ მე რატო მაკარგვინებ ჩემს დროს ან შენ რატო კარგავ დროს და თან ისე მელაპარაკებოდა ეს გოგო ცოტა აგრესიული ტონით და ისე რომ ანუ ძალიან მკიდი ხარ ხა შენ უბრალოდ ჩემმა უფროსმა დამოვალა და ჩემი საქმეა რომ ეს გავაკეთო. ანუ უკვე მაგტონით რომ მელაპარაკები სულ რომ ჩემი მიმართულებით იყოს მეც ძალიან ეგრე დაგელაპარაკები. ხოდა ანუ აი რატო აკეთებენ მაგას ხო უყურებს CV-ს და ხო უწერია გამოცდილებები რა მიმართულებით აქვს. ხო ხედავ მაგას აი რატოს თავაზობ რადიკალურად სხვა რაღაცას ანუ ეგ პირველი შემთხვევა არ არის ძალიან ბევრი რამდენიმე შემთხვევა მქონდა მანამდეც და რატო აკეთებენ საქართველოში მაგას ვერ ხვდები ძალიან გამაღიზიანებელია ოკეი ეს წიგნი უნდა დავიწყო ახლა და რაღაცების ჭრა და შეკერვა და მოქსოვა და რაღაცები ხომ მიყვარს ხო და წერო ვფიქრობდი ჩემს ერთ-ერთ მაიკაზე, რომელიც არის ძალიან უაზრო ფორმის და რომელიც უნდა გადავჭრა, რომ მივიყვანო იმ ზომამდე, რომელიც მე მინდა. ანუ ეს მაიკა არის ცოტათი ძალიან ფართო არ არის და ამის გამო ეს არის ცოტათი მოდგეცილი და ისეთი მაიკა, რომელსაც არ უხდება, რომ იყოს გრძელი, აი ესე ჩადის ხესავით, ამიტომ უნდა გადავჭრო ცოტა, რომ შემდეგ ეს დამოკლება ძალიან მოუხდება. Okay, let's try it. ჩემს მხრებზე ასე დგას. ამიტომ გადავჭრი ალბათ ამ ზომამდე. თოს. აი ამდენს მოვაჭრე. I think it's okay. Yeah. ჩემი ოთახი გამოიყურება უბრალოდ საშინლად. Okay, let's try this. ჩემი აზრით, აი ასე უნდა გადავჭრო. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამას ჭრის სამედიცინო მაკრატლით, იმიტომ რომ დიდი მაკრატელი არ მაქვს. Diane, you're so funny. Oh my god.
უბრალოდ ძალიან საშინლად მოვაჭერი. Okay. It's good now. არ ვიცი რატო მემართება ხოლმე აგრე, მაგრამ ღამე გვიან მინდება საერთოდ ყველაფრის გაკეთება. მთელი დღე ვარ ძალიან მკვდარი, უსიცოცხლო, ენერგიო, გაღიზიანებული, არ ვიცი, მინდა რომ საერთოდ ყველას და ყველაფერს ვეჩხუბო და ღამე მაქვს უამრავი ენერგია, ანუ ფსიქოპატიურად ენერგიული ვარ და მინდა რომ ყველაფერი ღამით გავაკეთო, არ ვიცი, ვირბინო, ვივარჯიშო, ან აუთფიტები ავაწყო, ყველაფერი ღამით გავაკეთო და საერთოდ ყველანაირი იდეა რაც მიჩნდება ღამით მომდის. შარვალზე ვწდი მოკლედ ამ მაიკას. ეხლა არის ნამდვილად კარგ ზომაზე და ეს ზომა ამ მაიკას უხდება. იმის გამო რომ გადაჭრილი მაქვს ეს ძალიან მახინჯად გავწევთ და ავაზემოთ. იმედია გვერდებზე არ შეიშლება. Okay, რა აუთფიტის აწყობა მინდოდა მოკლედ. მოკლედ ჩავიცვი ვანსები ჩემი. და ჩემი ის ბეწვი რომელიც აღარ ჩამიცვამს ძალიან დიდი ხანი არ ვიცი რატო. თან ეს ბეწვი არის გასარეცხი. აი აქ მთელი ჩემი მაკიაჟი გასარეცხი კი რა. ქიმწმენდაში მაქვს წასაღები რა სული დების. ხო და აქ აქვს მთელი ჩემი მაკიაჟი, ანუ ყველაფერი საერთოდ და მოკლედ გაყვისრებულია ამ ხარეში. ხო და ამასთან მინდა კეპი. ვარდისფერი არ მგონია რომ ხდებოდა, ის მოდი პოლო იყოს. ვშიშობ რომ ეს აუთფიტი ძალიან მომწონს. Clock it. ანუ აი იცით რა არის საოცრება ეს. კოკა-კოლა და ყავა, ანუ ორი ჩემი საყვარელი სასმელი ერთში. ამას სომწლებია და ერთი პერიოდი მქონდა ძალიან ამოჩემებული და სულ ამას ვსვამდი, არ ვიცი, დღეში ვსვამდი მილიონს და ძალიან მიყვარს, მე ცოტა გადავეჩვიე და თან ყველაზე კარგი ის არის, რომ არის უშაქრო. God. დიდი ხანი არ დამილება და რაღაც ზაფხულს, ერთ-ერთ ზაფხულს მოხსენებს ეს გამო. ხმერთა. ძალიან გევრილი. მოკლედ მეგობრებო, მე დავასრულე ეს წიგნი 1 საათში, იმიტომ რომ ძალიან თხელი წიგნია და ძალიან კარგია. მოკლედ ვისაც არ წაგიკითხავთ, წაიკითხეთ დოსტოევსკის თეთრი ღამეები, იმიტომ რომ უკარგესი წიგნია და დოსტოევსკის ბევრი ნაწარმოები მინდა წავიკითხო და შევაგროვო დოსტოევსკის წიგნები, ხო და ეს არის ერთ-ერთი ძალიან კაი და მარტივად წასაკითხი წიგნია. ბევრი რაღაც არის შიგნით მოკლედ ჩატეული. საინტერესო პერსონაჟი არის მთავარი პერსონაჟი და თან ძალიან კარგად გვყვება ამ ყველაფერს და თავის ემოციებს. მეოცნებე ბიჭი. მომეწონა და ხელტანიან წიგნებში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია ჩემი აზრით. ხო და ახლა უნდა დავიწყო ნიკოლას სპარქსის ნატრა და შემდეგ უნდა წავიკითხო ისევ თავიდან. წაკითხული მაქვს უნივერსიტეტში გავიარე ეს წიგნი ჰერმან ჰესეს ტრამადის მგელი და მახსოვს პირველად რომ წავიკითხე რამ ხელში თაბეჭდილებები და მიტოვა ამ წიგნმა და ეხლა მინდა რომ თავიდან წავიკითხო და რაღაცნაირად ცოტა კიდევ სხვანაირად შევხედე ამ წიგნს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ის წიგნი რომელიც მხოლოდ ერთხელ არ უნდა წაიკითხო და რამდენჯერმე უნდა წაიკითხო, კარგად რო გაიაზრო. რეალურად როგორია მთავარი პერსონაჟი და რა არის მთლიან ამ წიგნის აზრი. ამიტომ მინდა რომ კიდევ ერთხელ კარგად გადავიკითხო, უფრო მეტად ჩავუკვირდე დეტალებს, მოვინიშნო რაღაც ადგილები. და ამას თავიდან წავიკითხო მოკლედ.
ვისაც არ გაქვთ წაკითხული ჰერმან ჰესეს დრამალის გელეოსებას წაიკითხეთ, იმიტომ რომ ძალიან კარგია და ჰერმან ჰესეს სხვა წიგნებიც მინდა რომ წავიკითხო. მოკლედ რას ვამბობდი დამოვიწყდა. ხო და იმდენ რომ ჩავერთი ამ წიგნების კითხვაში, რომ ეხლა უბრალოდ გაჩერება არ შემიძლია და რაღაც პერიოდები მაქვს ხოლმე რომ ვერ ვკითხულობ საერთოდ. ხო და ახლა ვერ ვჩერდები და ეგ დრო მინდა რომ გამოვიყენო. რაღაც ამანათები მომიტანეს და ბარემ გავხსნი. მოკლედ, მე არ ვარ რასისტი, ოკეი? არ ვარ რასისტი, მაგრამ აი მაინტერესებს ინდოელი კურიერები, რატო არ კითხულობენ ქვემოთ აღწერაში რომ ვუწერ, ან სართულს, ან კოდს, აი არ კითხულობენ საერთოდ. არავინ არასდროს არ კითხულობს მაგას და ხო შეიძლება რომ წაიკითხონ აღწერაში რა მიწერია. ეს მაგრატელი არის აი აბსოლუტურად ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ყველაფერს ამით ვაკეთებ საერთოდ, ანუ ყველაფერს ამით ვჭრი და არის იდეალური მაგრატელი მართლა. მაგრამ გამოვიწერე მე პატარა განათება. რომლის ჩამოსვლასაც ველოდებოდი მთელი ემოციებით, იმიტომ რომ ესეთი ძალიან მინდოდა. Salamasia. ამას ინსტრუქცია რა მოყავ, მგონი უფრო კაი იქნება. ანუ ეს აშკარად აი ამაში უნდა იყოს. იმიტომ რომ მე ვარ დებილი და ყველაფერზე მჭირდება ინსტრუქცია. აქ რაღაც კლუჩი აქვს კიდევ და მგონი ეს კლუჩი უნდა გამოვიყენო რაღაცისთვის. ოკეი, ამას უბრალოდ დავუჭერ. მივხვდი, ხატია. რაღაც უცნაურად არის. ხათ შორის ჩემი აწყობილი, რაც არის ყველაფერი უკუღმა აწყობილი. მაგიდის რაღაც ნაწილებიც უკუღმა ავაწყე ხო და ეგეთ რაღაცებში სანდობი არ ვარ, იმიტომ რომ ავაწყობ. მაგრამ უკუღმა იქნება ყველაფერი ყოველთვის. ვიღაც მწერს და მწერს. Come on guys, I don't have time for this. I'm just doing some girl chat. ეხლა მას დავადგა და როგორ უნდა დავადგა ეს? გონი უკუღმა ვქენი. ანუ უკუღმა ვქენი ხო თქო ყველაფერს უკუღმა ვაწყობ. ანუ ეს ზემოდან უნდა ყოფილიყო? მაგრამ ზემოდან რო იყოს, მერე კაბელი სად უნდა წავიდეს? თუ ეს უნდა იყოს. აი. აქ. ხმერთო დავიღალე. ანუ ეს აშკარად ცოტათი ზემოთ უნდა ავწიო. არ არის ეს აწყობები ჩემი, ანუ არ არის, მართლა არ არის ეს აწყობები ჩემი. და ეხა უკვე დავუჭერ. აი ეს. გონი ცოტა გადაგრეხილი დგას თუ მე მეჩვენება. ეგრე და ეს არ უნდა მოძრაობდეს თან. არ უნდა ტრიალებდეს, ანუ ნერვები მეშლება რა ტრიალებს რა. ეს უნდა იყოს გაჭედილი ძალიან. გაჭედილი რო არ არის, ნერვები მეშლება. ანუ აი აქ ჩემი აზრით, აი აქ. გავაკეთე.
ულამაზესია, აი ულამაზესია და ამას გადავდგავ და შემდეგ ვნახოთ როგორ იქნება ოთახში. ჩემი ახალი ჭიქა. You are doing fucking amazing. აწერია. ეს ფერი მითოდა ძალიან საყვარელი ფერია. ორივე მხრიდან აწერია. I like it. ეს არის შანდალი. ძალიან ლამაზია. ჩემი კოკაკოლის მაიკა როგორც კოკაკოლაზე გადარეული ადამიანის ხარისხი დიდად კარგი არ არის სიმწირე მაიკების უფრო კარგი ხარისხი იყო რენერი ხარისხი საშინელება. მაგრამ არა უშავს. მე გამოვიწერე ესეთი სტიკერი, ემოჯები, კატის და რაღაცების და ძალიან საყვარელია. სახის ნიღაბი ბიოდენსის. ეს არის ბრელოკი. ეს კატავარ ესეთი სახე მაქვს სულ. შემდეგი მაიკა რომელიც არის ძალიან კარგი ხარისხი მეგობრებო, ამას აწერია sex. No more life fucks me every day. აღარ მახსოვდა თუ გამოვიწერეთ მის წკაპები. ესეთი. ძალიან საყვარელია. ბას მოკლედ. მე მეკონა რომ გამოვიწერე დიდი აკვარელის და დიდი სახატავები და ანუ ამის ზომას დააკვირდით. მე მაქვს ძალიან პატარა ხელი. ანუ ჩემ ხელა, ანუ შეგინთ არც კი ჩანს ფერები, ისეთი პატარა. ხმეტო გავკიჟდები. ეს არის კბილის ერთჯერადი ჩოთქები, რომელიც დიდი ხანია მინდა. იმიტომ რომ ძალიან მომწონს. Okay, this is so cool. გამდელი გამოგ. Okay, ამას წავიღებ და დავდგათ როგორია. ძალიან მომწონს, ძალიან კაია. ძალიან ლამაზია და ძალიან კაი ზომაა. ძალიან მოუხდა. This is so cute. წავედი ახლა მინდა რომ ვიბანაო და მე ნიღაბი დავიდე სახე, იმიტომ რომ ჩემი სახე ძალიან საშინელად გამოიყურება. მოკლედ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა რომ მეცადა აი ამ ბრენდის ბიოდენსის ნიღაბი, რომელიც ძალიან დიდი ხანია უკვე პოპულარულია და მე ხა ვიყიდე. იმიტომ რომ ამ ნიღაბს რომ დაიდებ, უნდა გეძლოს 3-დან 5 საათამდე და შემდეგ აი მე დაიშალა. მერტო. Okay. Vaime! Ყველა პერიოდს დავარ. ხატია, ღმერთო ჩემო ხატია. რაჯუნობს. კამერა რაჯუნობს. უცხო და უცნაური ხმები თუ ასახში მე სერიოზული პანიკა მემართება მაგაზე. ანუ სერიოზული. როგორი რეზულტატი ექნება ამ ნიღაბს აუცილებლად გაგიზიარებთ ახლა მოჩვენებას ვგავარ. ვერტვით ყავს რო გადაირებ და ყველაფერს რო გააკეთებ, აი ეგ არის იდეალური. ახლა ჩავუშვდები წიგნს და ეს არის ნამდვილი ცხოვრება. Nothing. You don't need a man, you need
Lot of face masks. აქვე გეტყვით, რომ არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა.